თავს ხდება ის, რომ პრაქტიკულად დღეს სახელმწიფო დაკარგა ყველაზე მთავარი რამ, რაც არის კანონის სივრცე. ანუ ჩვენ ახლა ვცხოვრობ პრაქტიკულ უკანონო სივრცეში, იმიტომ რომ ქართული ოცნების დავალებით მოქმედი ჯგუფები ახორციელებენ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აბსოლუტურად ანაკავშირში არ არის კანონთან, მის უზენაესობასთან. ეს ჯგუფები გადაადგილდებიან არა კანონის მოთხოვნის ან იგივე კრიმინალების მოთხოვნის მიზნით, არამედ გადაადგილდებიან ქართული ოცნების დავალებით და იქცევიან როგორც კრიმინალები. ახლა იქ ბრძნული შეფასებებიც მოვისმინეთ ახლა ქართული ოცნების რომ თურმე თუ სასაფლაოზე მიიყვანეს, ხო, წყარებში ბრძნული, თუ სასაფლაოზე მიიყვანეს ადამიანი, მერე უნდა გამოფხიზდეს და მერე შეუძლია რომ დაარეკოს სასტორმეთში, მაგრამ მერე ვიღა დაარეკინებს სასაფლაოზე, ესეც საინტერესოა, ხო? ამიტომ ცხადია რომ ესეთ ბრიყული შეფასებაც თავისთავად მეტყველებს როგორ დეგრადირდა ეს ხალხი. როგორ დეგრადირდა, რომ საუბარია იმაზე, რომ პოლიციას უნდა ქონდეს სამოსაცნობი ნიშნები, უნდა იქცეოს როგორც პოლიციელი. თუ ადამიანის დაკავებას აპირებს ადამიანს ამ კონკრეტულ პიროვნებას აქვს კანონით მინიჭებული უფლებები, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ამ საშუალებას არასდროს. ფორმები არსებობს, ამაზე საუბრობენ იურისტები. ასევე ადვოკატ ჯერთი უნდა მოხდეს დაკავება, როგორც კანონით არის განსაზღვრული და არა როგორც იტაცებენ ადამიანს და ჩვენ ხო ხედავთ რომ ამ ადამიანებს დაკავება კი არ ხდება, მოტაცება ხდება პრაქტიკულად. ამიტომ ძალიან დიდხანს ვერ გავარკვიეთ გუშინს ვის ყავდა გატაცებული. ეს არის ჩემი აზრით დაშნების კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც, რომ ვერ გაერკვიო ესე ვინ მოქმედებს, კრიმინალი, ვითომ პოლიციელი, არც მანქანებიც არ არის, ხო, პოლიციის მანქანები, რაღაც გაურკვეველი მანქანებია. ეს ყველაფერი ორი დასკვნისკენ გვიბიძგებს. პირველი ის, რომ ერთი აბსოლუტურად უკვე უკანონო სივრცეა და პრაქტიკულად, როგორც იტყვიან, უკვე ჯუნგლების კანონით მოქმედებს ხალხი და მეორე უბრალოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მოქმედებს და აი ხალხი როგორ უნდა მოქმედებდეს ასეთ დროს ესეც საინტერესოა. ხელისუფლება მოქმედებს პრაქტიკულად, ხო, როგორც ჩვენ ვთქვით, არა კანონის, არამედ მისი, ასე ვთქვათ, დირექტივების მიხედვით, რომელსაც იღებს ქართული ოცნებისგან, ხელისუფლება არ გულისხმობს პოლიცია და მეორე დასკვნა არის ის, რომ ეს რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არ არის ისეთ ხელისუფლების მოქმედება, რომელიც თავისთავად დარწმუნებულია. ეს არის აგონიური ქმედება და რატომ არის აგონიური? ნანახი გვაქვს ესეთი, ხო? და ახასიათებს ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც გრძნობენ, რომ მათი მმართველობის დასასრული მოახლოვდა. ჩვენ ნანახი გვაქვს იგივე წინა ხელისუფლების დროს შეგახსენებთ, როდესაც იგივე მაშინ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია მიდიოდა 2012 წელს, ხო? იქ ქვები დაუშინეს მათ. ისიც მაშინდელი ხელისუფლების დავალებით. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი რამ, ხო? მაგრამ იგივე სიმეორები მასშტაბი აშკარად განსხვავებულია. ეს ხელისუფლება ყველას და ყველაფერს ასწრებს ამ უგვანობაში და უმსგავსობაში. მაგრამ რითი დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ნახეთ, ხო? ეხლა იგივე მეთოდით ქვების დაშენა შეგახსენეთ, რასაც მაშინ უყურე და სხვა შორის ქვების დაშენა ამავდროულად ნანახი გვაქვს კიდევ იმის წინა ხელისუფლების ბოლოშიც. ანუ ხო, ამ ხელისუფლებას ქვებიც ჰქონდა და კვერცხები. საბოლოოდ ეხლა კვერცხებზე გადავიდა. დავასრულო, თუ გაჩნდება კითხვა, რატომ არის აგონის ნიშნები, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად მოქმედებდა წინა ხელისუფლება, როდესაც მისი დასასრული იყო მოახლოებული და მის წინა ხელისუფლებაც ანალოგიურად მოქმედებდა ქვების დაშენით, მე და შეგახსენოთ და ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, კვერცხების დაშენა, ადამიანების გატაცება, ეს არის სწორედ აბსოლუტურად მანიშნებელი, რომ იგივე ფაზაში არის ეს ხელისუფლება. ხო, იგივე ფაზაში არ ვიცი, აი რატომ ამბობთ ამას, რომ იგივე იმიტომ ფაზაში. წინა ხელისუფლებები რომ ნახეთ, დაასრულეს. წინა ხელისუფლებები გადავირჩიეთ. ხო, დაასრულეს. ამ ხელისუფლების გადარჩევა ვერ შევძელით, იმიტომ რომ ისე გააყალბეს არჩევნები, რომ რა ვიცი, არანაირი აღიარება, არანაირი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არ აქვს, მაგრამ ივანიშვილი, რომელიც
ჯერჯერობით მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი, ასეთი მწვავე პროტესტისა, მიუხედავად დაშინების არაერთი ფორმისა, მიუხედავად ასეთი ტერორისა, მიუხედავად ფიზიკური ანგარიშწორებისა, იქნება ეს პოლიტიკოსი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აქტივისტი თუ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად ამისა, ის ჯერჯერობით მყარად დგას. თქვენ ამბობთ, რომ ეს აგონიაზე მიანიშნებსო და გარდა ამისა, ბატონ ბადრი, ეს კითხვა ისევაც უნდა დამესვა და ბარემ ამ კონტექსტში დავსვავ, ივანიშვილს მთელი ქონება ჩამოაქვს და აგროვებს საქართველოში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის სამსვლელია და აგონიაშია, თუ ის დაცულად გრძნობს ის მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის გარეთ მის აქტივებს ემუქრება საფრთხე. ამაზე მიანიშნებს. ქვეყნის შიგნით არ ემუქრება საფრთხე. ამ წუთას ის, როდესაც მას შემოქონდა, ჯერ კიდევ ის ყარად გრძნობდა თავს, მაგრამ მე მინდა უბრალოდ გითხრათ რამ. როგორც კი თქვენ შეატყობთ ივანიშვილს, რომ ის უკვე მყარად ვეღარ არის, ეს ნიშნავს, რომ მეორე დღეს ივანიშვილი აღარ იქნება. ანუ ეს არ არის ეს ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი სიმყარე, არის ხოლმე მოჩვენებითი. როცა თქვენ გინსურთ დაინახოთ, რომ აი რა შევლინდება მათი სიცოცხლე. როგორც კი ის გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ დაასრულდა ეს ხელისუფლება. მიმიხვდით, ხო? ანუ ნუ ველოდებით სიცოცხლის პირდაპირ გამოვლენას, რომ დაუშვათ ხვალ უცებ გამოვიდეს ქართულოს რა მიიყვანს მას? იქამდე რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. ჩვენ ხო ამ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, მოვითხოვთ. რა მიიყვანს, რასაც ყოველთვის მიყავს ნებისმიერ ავტოკრატიული ხელისუფლება. ჩვენ ხო საქართველოს პირველად ხო არ არის ავტოკრატიული ხელისუფლება. სხვა ქვეყნებში ხომ გინახავს ავტოკრატიული ხელისუფლება. რაც იწევდა დასასრულს სხვა ქვეყნებში ისტორიულად იგივე გამოიწვევს ამ ხელისუფლების და რა არის ეს? პოლიტიკურ დასასრულს. ეს არის წინააღმდეგობა მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან, რომელიც არის უწყვეტი და იქნება უწყვეტი. ეს არის რომელსაც ყველა ავტოკრატიული ხელისუფლება მიყავს მისი მართლობის დასასრულად. ერთ კითხვასაც დავსვავ და შემდეგ გადავიდეთ პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხზე. აუცილებლად ვიცი რომ შემდეგ სიტყვით სანქციებს. არანაირ სანქციებს. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ როდესაც ადამიანებს საუბრობენ რა არის ფორმულა ვიძინავანიშვილის თვის, რომელიც მას აიძულებს რომ ხალხის ნებას დაყვეს, ვიძინავანიშვილი ხო არის ერთ-ერთი რიგითი ავტოკრატი. ეს ხო არ არის იმ ავტოკრატებს შორის ყველაზე გამორჩეული შესაძლებლობის ადამიანი. თვითონ ქვეყანაც საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობის არის. უნდა ვესაცხოთ ისტორიას ხოლმე და მხოლოდ და სხვა ქვეყნებში როგორც ასრულებენ ავტოკრატები. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ იქ სხვა ვითარება სირიაში 2-3 თვის წინ, სანამ გაიქცეოდა ასადი ერთი კვირით ადრე. არანაირი ნიშანწყალი არ იყო, რომ ასადი გაიქცეოდა ერთი კვირით ადრე, მინდა შეგახსენოთ. მაგრამ პროცესები უკვე მწიფდებოდა მისი გაქცევისთვის. ამიტომ იგივე ვითარება არის აქაც. ის რომ გარეგნულად თითქოს განცხადებებს ვერ ისმენთ კობახიძისგან ან მისი გარემოცვისგან, ეს არაფრის მანიშნებელი არ არის. თქვენ უნდა და ყველა ჩვენთაგან უნდა გააკეთოს დასკვნები ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯებისგან. ჩვენ რასაც ხედავთ ახლა თავის თავში დარწმუნებული ხელისუფლება პრეზიდენტს კვერცხებს არ ესვრის. თავის თავში დარწმუნებული ხელისუფლება არ ესვრის ოპონენტებს კვერცხებს. კვერცხებს ესვრის უკვე მორყეული ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია რომ ამით შეაჩერეს პროტესტს. ეს ხო მორჯელორი 4-ია. კარგით. მაშინ აქვე ითხოვს ეს საუბარი ამ კითხვას და უნდა დავსვა ის რაც ხდება მსოფლიოში. და ეხა აღარ მოუყვები ამას ყველაფერს, იცით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, იცით უკრაინასთან მიმართებაში, იცით ტრამპის განცხადებები, იცით მათი შეხვედრები რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, მოკლედ ის რაც ხდება მსოფლიოში, თქვენ რა დასკვნის საფუძველს გაძლევთ, რომ ეს ხელისუფლება, საქართველოს ამჟამინდელი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დარჩება იზოლაციაში როგორც არის და დარჩება არაღიარებულად თუ შესაძლოა ივანიშვილმა იმ მსოფლიო პროცესების გათვალისწინებით მოახერხოს ტრამპთან და შეერთებულ შტატებთან დალაგება. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ადგილი არ არის იქ, სადაც ხდება მსოფლიოს ბედი, სამწუხაროდ მან მოახერხა რომ საქართველოსეც აღარ მიმდინარეობს იქ საუბარი და ჩვენი ამოცანა სწორედ რომ
ამ ჩვენი განუწყვეტელი პროტესტით მოვახერხოთ, რომ საქართველოს არ გაქრეს დღის წესრიგიდან და ევროპაში მართლაც ერთ-ერთ წინა ადგილზეა საქართველოს დღის წესრიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ევროპელი მეგობრები მაქსიმალურად ვზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს სრული იზოლირება დღევანდელი დე-ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლების. შეერთებული შტატები ეხლა ამ წუთას კონკრეტულ მომენტში აღმასრულებელი ხელისუფლება არის დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით, ეს არის სისხლის ზღვრის შეწყვეტა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს აქვს ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს სისხლის ზღვა, მეორეს მხრივ პრეზიდენტ ზელენსკის სურს, რომ მაქსიმალურად დაიცვას უკრაინის ინტერესები, ამიტომ ეს განცხადებები აბსოლუტურად ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესი როგორ განვითარდება, ჩვენ ანუ შანსი დალაგების ივანიშვილს არ აქვს ამას ამბობთ. ივანიშვილი ვერსად ვერ დალაგდება, ეს არის სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ. და ეს ზღაპრები მარტო ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მედიისთვის არის, რომ როგორმე დაამშვიდოს თუ ვინმე დარჩა მათი მხარდამჭერი. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხან დასრულდა კვლევა, რომელსაც გავეცანეთ, გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ ქვეყანაში არის ღრმა კრიზისი. 80%. ანუ ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები თვლიან, რომ ერთი მოტყდა დიდი ნაწილი ქართული ოცნების, მაგრამ თვლიან, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. როცა 80% შენი თანამოქალაქეების მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და შენ ურცხვად აგზელებ განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ეს ხოლმე მიუთითებს იმაზე, რომ პროცესები კიდევ უფრო მეტად სწრაფად წარიმართება, ვიდრე ვინმეს გონია. წარიმართება სწრაფად და მე მინდა გითხრათ, ამაზეც საუბრობდით, ვიცი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან არჩევნების ჩანიშვნაზე, ასევე მან მიუნხენის შედეგებიც გაგაცნოთ და საუბრა მიუნხენში მის შეხვედრებთან დაკავშირებით. აი და მინდა მეტი დეტალი მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. მიუნხენის შედეგები გასაგებია, მაგრამ ის თუ როგორ უნდა გაგრძელდეს, როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პოლიტიკოსების როლი რა უნდა იყოს, ამაზეც იყო სავარაუდო როგორც მე გამოვიტანე დასკვნები პირველი კომენტარებიდან, აი ამაზე მითხარით მე. ხო, პირველ რიგში პოლიტიკოსების მუშაობის შედეგად არის, რომ დღეს 80% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, 80%. ცხადია, რომ ეს რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ქართული ოცნების შიგნით ძალიან დიდ ყევებს და შეშფოთებას იწვევს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით, მით უმეტეს ის ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ გონება დარჩენილი აქვთ და არ არიან მთლიანად მოწამლული ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანით და მოწამლულების რიცხვი სულ უფრო ცოტა რჩება, გულისხმობ პროპაგანდისტ მოწამლული ადამიანების რიცხვი სულ უფრო ცოტა რჩება და ქართული ოცნების ამორჩეველი უსვავს მხარდამჭერი, რომელმაც შესაძლოა ხმა მისცა, ან ალბათ მისცა ხმა 26 ოქტომბერს, უსვავს კითხვას თავის თავს. ეხლა 26 ოქტომბრის შემდეგ, რაც ქართული ოცნებამ მიითვისა არჩევნები, ჩვენ დავახლოვდით ევროპასთან თუ დავშორდით და თვითონ გასცეს პასუხს, რომ რა თქმა უნდა დავშორდით ევროპას. ამის გამო მას უკვე უჩნდება შესაბამისი ანტაგონიზმი ქართული ოცნების მიმართ. მეორე კითხვას ვავენ ძალიან ხშირად. ჩვენ უკეთესად ვცხოვრობთ ეკონომიკურად 26 ოქტომბრის შემდეგ თუ გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა? პასუხი არის ცალსახა. გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. სულ უფრო მეტი და მეტი ჩვენი თანამოქალაქე ამ კითხვას უსვავს თავის თავს და პასუხს ცალსახად გასცემს. ევროპას დავშორდით, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, პოლიტიკური კრიზისია. გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ახალი არჩევნები. კი ბატონო, არის თუმცა ივანიშვილი ჯიუტოს. ახლა მიპასუხეთ აი პრეზიდენტთან რაზეც ისაუბრეთ და თქვენს როლს რაში ხედავთ? პრეზიდენტის როლზე თუ იყო დღეს თუ შეეხეთ რაღაც უფრო მეტი დეტალი მინდა დღევანდელი შეხვედრიდან რომ მე შევიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ პრეზიდენტთან ეს სამუშაო შეხვედრები იქნება რეგულარულად, ჩვენ ამჯერად ძირითადი დრო დაუთმეთ პრეზიდენტისგან ინფორმაციის მოსმენას, თუ რა შეხვედრები ქონდა მას მიუნხენში, რა ტიპის საუბრები წარიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრები, ამავდროულად პრეზიდენტმა მათ გააცნო ბოლო პერიოდში საქართველოში დატრიალებული უმსგავსობა, უკანონობა და მოახდინა მათი ინფორმირება. ცხადია, რომ პოზიცია არის სრულიად ცალსახა, ქართულ ოცნებას არავინ ცივილიზებულ სამყაროდან არ ელაპარაკება, არ აღიარებს ამით არ აღიარებს მათ ლეგიტიმურობას
ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ველოდოთ, როგორ შეუწყობთ ახალი არჩევნების დანიშვნის პროცესს ხელს და თქვენ რაში ხედავთ თქვენს როლს? თქვენ ოპოზიცია როდის დასხდებით, ან სხდებით თუ არა ერთმაგიდასთან? ხომ არ შეიცვალა თქვენ შორის რაიმე არ ვიცი, კომუნიკაციები, ურთიერთობები, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მომისმენია თუნდაც თქვენი კოალიციის წარმომადგენლებისგან, თქვენი პარტიისგან, რომ მოუწოდებთ გახარია საქართველოსთვის, რომ მათ დატოვონ პარლამენტი და თუ უარი თქვან აი ამ ფორმალურ მანდატებზე. აი ეს ერთიანობა, რომელსაც საზოგადოებაც ითხოვს თქვენგან, რამდენად მიღწევადია და რამდენად არსებობს დღეს გარკვეულ საკითხებში. მე ვიცი რომ ეხა ერთ აზრზე არც უნდა იყოთ და არც ხართ და ეს ძალიან კარგია. ეხლა დღევანდელი შეხვედრას ხომ ის მანიშნებელია, რომ ჩვენ შევქმნით სამუშაო ფორმატი და ყველანი ერთად ვიყავით. პრეზიდენტი, 4 კოალიციის წარმომადგენელი, სხვები ვიყავით ერთად. მე მგონია რომ ეს არის სწორედ სამუშაო რეჟიმის რეგულარულობა არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ ყველაზე მწვავე საკითხებზე მსჯელობთ, მივდივართ შეძლებს დაგვარად საერთო პოზიციამდე და ეს იყო წინა შეხვედრის შემდგომ, ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომელიც არის აქტუალური, მაგრამ ძირითადად მაინც საერთაშორისო იზოლაციაზე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ქართულ ოსმალეთის მიმართებაში, პოლიტიკოსების და ოპოზიციის როლი არის ის, რაც ოპოზიციას შეიძლება გააჩნდეს მაშინ, როდესაც ის არის ქუჩაში და გამოვიდა ეგრეთ წოდებული პარლამენტიდან. ეს როლი არის პროტესტის გაგრძელება. ეს როლი არის პროტესტის ხარის დაჭერა. ეს როლი არის გარე სამყაროსთან ერთობლივი გზავნილების გაგზავნა. ეს როლი არის ქვეყნის შიგნით ქართული ოცნების იზოლაციის გაღრმავება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ პარლამენტზე, იგივე მინდა პარლამენტის თემას ეგრეთ წოდებულ პარლამენტზე. ბოდიში რა შეგაწყვეტინეთ, მაგრამ აი და მეც დავდივარ, თქვენს დადიხართ ხშირად თქვენი პარტიის და კოალიციის წევრები და მეც მომისმენია და ალბათ თქვენც, რომ აი სულ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებებზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე, უფრო მეტზე. სხვათა შორის ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა ეს ოპოზიციის მიმართულებით საზოგადოებისგან აი ეს მოთხოვნა. მე ვიცი რომ ეხა კონკრეტულ გეგმებს ასე დაწერილს ვერავინ ვერ წარმოადგენს ამ ვითარებაში და ამას არც გთხოვთ, მაგრამ აი თქვენ რისთვის ხართ მზად? აი მზაობას დაუშვათ ბრძოლის რა რისთვის ხართ მზად? ეხლა მე ძალიან მართლა ვისურვებდი რომ ვინმე კონკრეტული ნაბიჯი დაგვისახელოს, რომელსაც ისურვებდა რომ გადაედგა და რომელიც არ იქნა გადადგმული. ძალიან ვისურვებდი ამ კონკრეტულ ნაბიჯს. ამ პასუხს ვერ ვიღებთ, ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ არ არსებობს. ეს არის უბრალოდ სურვილი. ხო, ყოველთვის ამბობენ რომ მე კი არ ვიცი, მაგრამ მათგან ვერ არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ეხლა ამ შემთხვევაში ძლიერ საქართველოს ჩვენი შესაძლებლობის მეცაც ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, ხო? ეხლა ჩვენ ვართ პირველ ხაზზე ამ პროტესტის დაკავებული არიან ჩვენი წევრები, დაჯერებებული არიან უამრავი ჩვენი წევრი, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტის ხარდაჭერას. დღეს 5000 ლარი საბას ბუაძე დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის, როცა ის საერთოდ არ ყოფილა რუსთაველზე იმ დღეს. იმ დღეს ხო, ეხლა ვიღაცამ იფიქრა, ბუაძე ყოველ დღე დადის და მოდი დავაჯარიმოთ 11 თებერვალზე და 11 თებერვალს სწორედ ბუაძე იქ არ ყოფილა. ეს ხო ურცხობის მართლაც მაქსიმუმია, რომ იმასაც არ იწუხებენ თავს, რომ ნახონ აქ თუ არა ან კადრები, ან რაიმე დამამტკიცებელი, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ახლა წინა დღეებში იყო ბუაძე, ალბათ 11-შიც მივიდოდა და ამ დროს 11-ში სწორედ არ იყო. და არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი, იმის რომ ადამიანი იქ არ იყო. და უფრო მეც გეტყვით, ახლა ჩვენ რაც ვნახეთ, ხო, იგივე სალომე სამადაშვილსაც რაც გაუგზავნეს, მივიდა უკვე გადაკეტილ რუსთაველზე, მივიდა სამადაშვილი და მასაც მივიდა ჯარიმა. ეს არის აგონიის მანიშნები, როგორ გითხრათ, აგონიაში მყოფი ხელისუფლების გარდა ესეთ რაღაცებს სხვა არავინ არ აკეთებს. ეს არის როგორ გითხრათ, იმდენად სიმპტომატური რამეა და ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის როლი არის სწორედ ის, რომ იყოს მზად არჩევნებისთვის ყველანაირად ნებისმიერ მომენტში, იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობთ, რომ მიუხედავად ამ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების ცნობილი სპიკერებისგან, მე ფიქრობ, რომ ივანიშვილი მეტნაკლებად აცნობიერებს რა მდგომარეობაშიც არის თვითონ
ფიქრობ თუ კარგად ასნობიერებს, თუნდაც რომ ქონება შემოაქვს აქ, ეგეც მანიშნებელია, რომ იცის რომ სრულად იზოლირებულია გარეთ, ამიტომ ამ შიშების გამო შემოაქვს ქონება აქ და არა იმიტომ რომ საქართველოში ახლა განსაკუთრებულად კომფორტულად რომ უფრო მეც გეტყვით, გაცილებით უფრო კომფორტულად იყო 2013-ში და მაშინ არ შემოქონდა ქონება. ახლა კითხვა შდება ხო? გაცილებით, იმიტომ რომ მაშინ გარეთ არ ქონდა ის ზეწოლა და იმიტომ შემოიტანა. მესმის, მადლობა. და ოღონდ ამ შემთხვევაში კანონიც დაასწრო, წინასწარ რომ ქონების გადასახადიც არ გადაეხადა. მე არ მესმის. ასეთი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანისგან რომ 1% ქონების გადასახადიც არ გადაეხადო. ამას ახსნა არა აქვს ჩემთვის. მადლობა ძალიან დიდი. კიდევ დამრჩა კითხვები, მაგრამ დღეს უბრალოდ მინდა თქვენ რომ თქვენ დასვით კითხვა პარლამენტთან დაკავშირებით, de facto პარლამენტთან მიმართებაში ჩვენ პოზიცია არის ძალიან ცალსახა, ხო? ჩვენ გვსურს რომ ქაღალდზეც დარჩეს 89 ქართული ოცნების წევრი. იმიტომ რომ 89 ნიშნავს რომ ეს არის უკვე ქმედით უნარო პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი. ეს არის ზღვარი 90, რომლის ქვემოთ რაც არ უნდა ისაუბროს ქართულ ოცნება, ვერ დაასაბუთებს რომ ის არის ქმედით უნარიანი. და ამაზე კითხვა, აი 99 თუ დარჩება, ეს არის საკმარისი რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამაზე პასუხი არის მარტივი. ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი ქართული ოცნების დასუსტებისთვის. არალეგიტიმური ხელისუფლების დასუსტებისთვის. ერთის მხრივ უწყვეტი პროტესტი, იზოლაცია ქვეყნის გარეთ, პოლიტიკური იზოლაცია ქვეყნის შიგნით. ქმედით უუნარო პარლამენტში, ვითომდაც პარლამენტში მათი დატოვება. ეს ხო ყველაფერი ქმნის საბოლოო ჯამში ერთიან სურათს ქართულ ოცნებაზე, წნეხის სურათს, ივანიშვილზე, წნეხის სურათს, რომელმაც უნდა მოიტანოს ახალი არჩევნები. მადლობა, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.